კაცარავა ადგილზე გურიაში ის ცდილობს მოხალისეთა ჯგუფთან ერთად კონკრეტულად დახმარება გაუწიოს გურიაში ჩარჩენილ ადამიანებს. ბანო დავით, მოგესალმებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი. თუ გესმით ჩემი ხმა, თქვენ აცანასში იმყოფებით ახლა, რა ვითარება ადგილზე, ჯერ ეს რომ მითხრათ და მერე მოხალისეთა ჯგუფების მიერ რის გაკეთება შეძელით ამ ეტაპზე? ჩვენ ახლა ნელ-ნელა მივიწევთ აცანისკენ, აქ ტექნიკაც არის ახლა უკვე მობილიზებული, გრეიდერი, ბულდოზერი, აქ სამაშველო მანქანაც არის, რომელიც ახლა გავა აქედან. მოკლედ, სადღაც 1 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი, რომ აცანას ცენტრამდე ჩავიდეთ. ახლა დაგვეხმარება ამაში გრეიდერიც, რომ აი ამ გზას ჩავყვეთ და მე მგონი საკმაოდ მალე, ყოველ შემთხვევაში დღეს საღამოს მოვახერხებთ აცანაში შესვლას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს ზუსტად ეგ არის და მე ვფიქრობ, რომ ამას მოვახერხებთ კიდევაც. ასე რომ ჩვენ კონტაქტში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მიშა ჩააგდე რა. ჩვენ კონტაქტში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისინი გველოდებიან. და ვფიქრობ, სხვას ალბათ დღეს ნამდვილად ვეღარ მოვახერხებთ, ვეღარ მივწდებით. დრონების ფრენა არ გამოვიდა კლიმატური პირობების გამო, ძლიერი ქარბუქი არის. ნისლის საშინელი მხედველობა თითქმის ნულოვანი იყო და ამიტომ ახლა ხელდახელ და გრეიდერის დახმარებით, ტექნიკის დახმარებით ჩვენ მივიწევთ წინ და რა საჭიროება გხდებათ ადგილზე, ბანო დავით, თქვენ გაქვთ კონკრეტული მისამართები და სახელები და გვარები დაუყოვნებლივ საჭიროების მქონე ადამიანების. ძირითადად რა ტიპის საჭიროება დგას ამ წუთას? წამლები, მედიკამენტები და საკვები და პლუს რამდენიმე მოსახლეს სჭირდება დათოვლა სახურავების, იმიტომ რომ სიტუაცია ამ მხრივ საკმაოდ მძიმე და რამდენიმე სახლში კრიტიკულიც არის. აი ეს სამი ძირითადი საჭიროება პრინციპში განსხვავებული არაა სხვა ლოკაციებისგან, სხვაგანაც ეს პრობლემები დგას, თუმცა აი აცანას სიტუაცია დღეს საკმაოდ რთული იყო. ახლა აქ ჩაივლიან სამაშველო მანქანები, 112-ის მანქანებიც აქ არიან, მოკლედ ერთობლივად მივიწევთ წინ და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოვახერხებთ ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარებას ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. და კიდევ ერთხელ რა ჩვენა აი ამ კრიზისმა თქვენთვის პირადად, რომ არა მოხალისეების ასეთი აქტიურობა და მართლაც განგაში ზარი მოქალაქეების მიერ მედიით გაშუქებული, რაღაცნაირ რიგით თოვლად თვლიდა ამას ხელისუფლება პირველ კომენტარებში, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. რა ჩვენა ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ ფაქტობრივად სამოქალაქო ფონდები და სამოქალაქო აქტივობაა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას აი ამ პრობლემების და კატასტროფული სიტუაციების მიმართ. კი, ეხლა უკვე ხედავთ აქ მობილიზებული არის ძალებიც, მაგრამ საკმაოდ გვიან გამოჩნდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველები აქ ჩამოვიდნენ მოხალისეები უკვე წინა დღეებში, რამდენი ადამიანი იყო, ფონდები შეიქმნა, დახმარება ყველანაირად ასე ვთქვათ მობილიზდებოდა. ეს სამწუხაროდ უკვე ხელწერა გახდა ამ ხელისუფლების. დღეს უკვე ისინი ლაპარაკობენ, რომ ხო აი პირველივე დღიდან ჩვენ აქ ვართ. ტყუილია, რა თქმა უნდა ტყუილია და ამას ადასტურებენ პირველ რიგში არა აქტივისტები და პოლიტიკოსები და საზოგადოება, არამედ თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ეხლა სიტუაცია იმედი მაქვს, რომ შეიცვლება და უკვე ერთობლივი ძალებით უნდა ვიმუშაოთ, რესურსი საჭირო არის და აქ დამერწმუნეთ ის ნარატივი, რომელიც გავიგეთ, რომ ხელს გვიშლიან მოხალისეები, თავისთვის შეინახონ რა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ აქ ისეთი ადამიანები არიან ჩამოსულები, მოხალისეები, პროფესიონალები, ოფროუდერები იქნება თუ მთასვლელები თუ რავი, უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც თავისი თანამოქალაქეების დახმარების სურვილი ამოძრავებს, რომ და ისეთი ერთობა და ისეთი ორგანიზებულობა არის, რომ დაამერწმუნეთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას შეშურდეს ესეთი ორგანიზებულობის და პირიქით კი არ უნდა კიცხავდნენ და გვეუბნებოდნენ ხელს გვიშლით, არამედ ერთობლივად უნდა მუშაობდეთ და აქ უნდა დავიწყებული იქნას ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოებები. აქ ხალხია გადასარჩენი, უამრავი ლოკაცია. აი ჩვენ ახლა გვინდოდა
დღეს ორი ლოკაცია დაგველაშქრა, მაგრამ ნუ შანსი არა. აი მხოლოდ აცანაში ვახერხებ და მამათი ალბათ უკვე ხვალდილისთვის გადაიწევს. თუმცა ნუ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად და არა თუ იყო რამე ინიციატივის მსგავსი მათგან, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ რასაც ვუყურებთ, ირაკლი ყობახიძეს ფოტოები ვრცელდება, როგორ იყო გურიაში, იქ რაღაცა პოზირებს და რეალურად უამრავი ადამიანი გვიკავშირდება ჩვენს ფორმულაში, გთხოვენ რეაგირებას კონკრეტული სახელებით და გვარებით, იქნებ გააშუქოთ, რომ რეაგირება ადგილზე მივიდესო, არაერთი ადამიანი ჩავწერეთ, ვისთანაც მივაღწიეთ, ამ ვინც ამბობს, რომ მეზობელი მიეხმარა გადათოვლაში, თორემ ადგილზე არავინ გამოჩენილაო. ხომ არ იყო ვინმეს მხრიდან კოორდინაციის სურვილი თქვენთან, რომ აი მაქსიმალურად გამოიყენონ მოხალისე, რომელიც მზად არის, რომ ცოცხალი ძალით დაეხმაროს ამ რთულ ვითარებაში სახელმწიფოს და რითაც შეუძლია. აქ ირგვლივ ყველა მობილიზებულია, რომ გაიხედოთ ყველა ეზოში იქნება თუ ყველა მიმართულებით, ყველა არის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ჩართული მოხალისეობრივად აი ამ ძალიან დიდ ოპერაციაში, გადარჩენის ოპერაციაში, სადაც ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოს. რაც შეეხება ახლა ხელისუფლების ინიციატივებს, მე ეს ინიციატივა სიმართლე რომ დიდად არ მინახავს, მაგრამ აი აქ კონკრეტულად ლოკაციაზე მაშველებთან ერთად ძალიან კოორდინირებულად მოქმედებთ ერთმანეთს ვეხმარებით, უზიარებთ აზრებს, გამოცდილებას და ყველაფერი წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ აი კონკრეტულად აი აქ აცანაში ჩვენ დღეს შევძლებთ შევიტანოთ პროდუქტი და ხალხს დავეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება. ამიტომ ყობახიძის ნაირი სუბიექტებისგან არანაირ ინიციატივებს არ ველოდებით. ჩვენ აი მაშველებთან იქნება თუ პოლიციელები ვინც არიან აქ, მათთან კოორდინირებულად ვიმუშავებთ და შევეცდებით მაქსიმუმი დავდოთ იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ არც ერთი წუთით და ადამიანებს რა ვიცი, მივაწოდოთ ის აუცილებელი საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ თოვლი, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა, ეს სტიქია არის და ხალხი ზის სიცხიანი, ზოგი სიცხიანია, ზოგს ჩამოენგრა სახურავი, იყინება, უთავდება შეშა და ასე შემდეგ. უამრავი პრობლემა არის და ამ სტიქიამ არ იცის დანდობა. აქ სასწრაფო მუშაობა არის საჭირო და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებულები და თავისი ღვარძლის გადმონთხევით, აი ამ რეალობაში აბსოლუტურად უსარგებლოები არიან. აქ მუშაობენ მაშველები თავის მაქსიმუმს დები, აქ მუშაობენ მოხალისეები, რომლებიც არ ზოგავენ თავის არაფერს, არც ჯანმრთელობას, არც თავის მანქანებს, არც თავის, რა ვიცი, აღჭურვილობას, ყველაფერი იხარჯება აქ და კეთდება ერთად საქმე. ასე რომ ამ პოლიტიკოსებმა გვერდზე გაიარონ სადმე და ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს. დიდი მადლობა. დავით ქაცარავას, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელს ის გვერდთელობდა პირდაპირ ეთერში.